შეიძლება იყოს ძალიან კარგი მხატვარი, ილუსტრატორი, მაგრამ შრიფტის წერა ყველას არ შეუძლია და მამა თვითონ წერდა შრიფტსაც. აი ეს მისი ხელით არის დაწერილი თვითონ ამ წიგნში. და ეს შესრულებული არის ლინოლეუმში. სადიპლომო ნამუშევრის ეს ილუსტრაციები შეასრულა ლინოგრავიურაში. იყო გამომცემლობა ნაკადულის მთავარი მხატვარი, წლების მანძილზე 20 წელზე მეტი იქ მუშაობდა ნაკადულში. 300 წიგნამდე აქვს მამას დასურათებული. ეს ჩემი და მამას საერთო ნამუშევარია, ასე ვთქვათ. რა ვიცი, უამრავი მურმანლებანიც ეს დაყვავილების ესეც ლინოგრავიურაშია შესრულებული სხვათაშორის. მამამ დაამთავრა ილუსტრაცია და სადიპლომო ნამუშევარი მიუძღვნა ანა კალანდაძის პოეზიას და ამბობდა, რომ სხვათაშორის არ ყოფილაო ეგეთი შემთხვევაო აკადემიაშიო დიპლომიო ილუსტრაციაზე დაეცვათ პოეზიითო. ძირითადად ხდებოდა პროზით. ეს არის ბოლო ნამუშევარი. შეეძლო კიდე ხატვა, მაგრამ რატომღაც უკვე ისეთი დათრგუნული იყო თავისი ამ დაავადებიდან გამომდინარე, რომ აღაკიდებდა ხელს. და აი ეს კიდე სული ჩემი როგორც მერანი. აი ეს უკვე რო შეიტყო რომ ალბათ იყო მაშინ. გურიის თემატიკა საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს მის შემოქმედებაში. სხვათაშორის ჩარჩოებს თვითონ აკეთებდა ანი. აი ეს მისი გაკეთებული ჩარჩოა გელიოზე აჭრევდა და თვითონ ვეღებავდა რა. აი ესეც დავით აღმაშენებლის თემაზე დიდგორის ბრძოლა არის. ოღონდ ეს არის როგორც ესკიზი. თვითონ ესე უწერია უკან, რომ არის ესკიზი. აპირებდა რომ უფრო დიდი ტილო შეესრულებინა და უფრო ესეთი სრულყოფილი ყოფილიყო რა. ღმერთო იხსენ საქართველო ესე ქვია ამ ნამუშევარს. უამრავ ჩანახატს ხატავდა თუ ილუსტრაციისთვის თუ დაზგური თემისთვის აი ნახე ეხლა ამას მე ჩანახატად კი არა ნახატად თუ ნახე რა მაგარია უში ნახე არ ვიცი ხა იცი რა არის შეიძლება მიკერძოებად ჩამიცვალოთ მაგრამ ახან მამა არის განსაკუთრებულად მეშვეობა მაგრამ აი რა ვიცი ძალიან დიდ შრომას ხედავ და სიყვარულს ამ საქმის მიმართ და ნიჭს ხედავ კიდე ძალიან დიდ